რუბრიკაში დილა წიგნებისა დღეს ავტორები მიმოიხილავენ როგორც ისტორიულ და უცხოურ ლიტერატურას, ასევე საბავშვოსაც. გამოცემას ქართული სახელმწიფოს პირველ მეფეზე ფარნავაზე, ასევე ელიფ შაფაკის ფანტასტიკური ჟანრის რომანს რწყილების სასახლეს დღეს გიორგი კეკელიძე გაგაცნობთ. სწორედ ამოსიკის საბავშვო გამოცემაზე გესაუბრებათ 3D წიგნი ლეონარდო და ვინჩის გამოგონებების შესახებ, რომელიც მოზარდის წარმოსახვას საკმაოდ გაახალისებს. ნახოთ დილა წიგნებისა. დილა წიგნებისა. Torresam უკვე გიამბოთ პალტრაელის ერთი სერიის შესახებ, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე გამოცემას, დავით მეფე, თამარ მეფე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ომი და ომები, თბილისის ისტორია. ეს გამოცემები შერეული ხასიათისაა, როგორც ტექსტი, ასევე ვიზუალური მასალა და მისი უკანასკნელი გამოცემა რაღაც თვალსაზრისით შეიძლება საწყისადაც მივიჩნიოთ ქართული ისტორიის და ამ გამოცემებისა. ეს არის ფარნავაზის ისტორია, მეფის, რომელიც მიიჩნევა ქართული სახელმწიფოს პირველ მეფედ. იგი ისტორიკოსები ამასთან დაკავშირებით სკეპტიკურ აზრებსაც გამოთქვამენ, მაგრამ მაინც და შესაბამისად მიიჩნევა ამავდროულად ქართული დამწერლობის ფუძემდებლად და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლად. და საინტერესოა ისიც, რომ ამ წიგნში წარმოდგენილი მასალები ეფუძნება გარკვეულწილად არქეტიპულ წარმოდგენებს და ეს ვიზუალური ისტორია არის გაცოცხლებული. მე ნამდვილად გირჩევთ შეიძინოთ ეს წიგნი და შეაბიჯოთ ქართული ისტორიის პირველ ფურცლებში. დავაბინავოთ ფარნავაზე, რა თქმა უნდა, დროებით წიგნის თაროზე და ჩვენ ვიმოგზაუროთ დროსა და სივრცეში ელიფ შაფაკთან ერთად რწყილების სასახლე, გარდაულად ჯადოსნურ ქალაქში, სტამბოლში, რომელიც უბრალოდ სხვა შანსს არ გიტოვებს. ეს არის წიგნის სიყვარულზე, ეს არის წიგნი გამოწვევებზე და რაღაც თვალსაზრისით თანამედროვე ფანტასტიკურ ცხოვრებაზე. წარმოსახვის უნარი იცოცხლე გაქვს, მეუბნება ხოლმე ხალხი. ასე იწყება ეს წიგნი და შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ეს ლეიტმოტივადაც ვიგულისხმოთ ამ გამოცემისა, რომელიც გვამოგზაურებს ჯადოსნურ ქალაქში, ჯადოსნურ ამბებში და წყილებთან ერთად. წყილების სასახლე, ელიფ შაფაკი. ჩვენ უკვე გესაუბრეთ წიგნებზე უფროსებისთვის, ახლა კი ბიბლიის გალერი გვთავაზობს ძალიან კარგ სიახლეს ბავშვებისთვის. აქ მალე მოეწყობა სპეციალური კუთხე ბავშვებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საყვარელ წიგნის პერსონაჟებს, გაერთონ მათთან ერთად და შეაბიჯონ ლიტერატურის დიდ სამყაროში ამ გზით. ხშირად არის ხოლმე მშობლები ცდილობენ ბავშვებს შეაყვანონ კითხვა და ამას საკმაოდ ცუდი მეთოდებით ცდილობენ, მაგალითად აძლევენ რაღაც გეგმას, რომ 100 გვერდი უნდა წაიკითხო, რომ გაგიშვა სათამაშოდ და ასე შემდეგ. თუმცა არ არის ეს როგორც წესი არ მუშაობს და არსებობს გაცილებით უკეთესი მეთოდები, მაგალითად 3D წიგნები, რომლებიც ახლა არის წარმოდგენილი და არის მინდა რომ გელაპარაკოთ. 3D წიგნების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება მოზარდს შეეხოს უშუალოდ იმ მატერიალებს, რომლებიც წიგნში არის ლაპარაკი, უფრო ნათლად შეიგრძნოს და გაიფართოვოს წარმოსახვის უნარი. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი 3D წიგნი, რომელიც ჩემს წინ დევს, ეს არის ლეონარდო და ვინჩის უბის წიგნაკიდან შედგენილი წიგნი. აქ არის გაერთიანებული, როგორც თვითონ ლეონარდო და ვინჩის პიროვნებაში იყო ხელოვნება და მეცნიერება. არის ძალიან კარგი ჩანართები, რომლებსაც ხშირად ხელით აკეთებენ და ამაგრებენ ხოლმე წიგნში და პრაქტიკულად ეს წიგნები ნახევრად ხელნაკეთი არის და ეს ეხმარება ბავშვებს შეაბიჯონ აი იმ დიდ სამყაროში, რომელსაც ქვია ლიტერატურა. ახლა მე დაგემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე, მომავალ ორშაბათს კი დაგიბრუნდებით კვირის საგამომცემლო სიახლეებით.